გამარჯობა მეგობრებო, როგორც ხავს მე თქვენ დავარგიო და დღეს ჩვენ ვიღებთ Roblox. და ძლივს ავედი მეორე ზღამდე, მაგრამ ალბათ ყველა უკვე კომენტარში დაწეთ რომ ამ დროზე უკვე შეგეძლო არა მეორე ზღამდე, არა მესამე დავსულიყო, მაგრამ პრობლემა ეს არა და კიდევ როგორც ყველა იცით, Blox Fruit-ში განახლება გამოვიდა. რომელიც ჩვენ ახლა ნახავთ რა დამატეს განახლებაში. ნეტავ რა იყიდება. და როგორც ვიცი შეცვალეს ჩოპი, ახლა გახდა ბლეიდი. მე კიდე დამატეს დრაკონი, გასი. ფრუიტი. ახალ მიფიქ ფრუიტი. რომელიც განახლებას უყურებ და მიხდებით. დრაკონ ფრუიტის V2, ანუ ორი დრაკონი დამატეს დაჟე. ორი დრაკონი. და ჩვენ ახლა ამ განახლებას გადავიღებთ. რა დაგვრჩა მეტი? არც ალევ ყველა მოას რომ განახლების გადაღება, მაგრამ ყველაზე ბოლო მე ვარ. ლაით შეცვალეს როგორ ვთქვი. კი, ლაით შეცვალეს, მაგრამ ადრე ასეთი არ იყო. აუთ მაგრამ კიდე. ფაითი. გაერთა მარტო გაიგეს. ახლა ბუდა და ის ფაითობს რა. მეორე ბუდა. ადრე ბუდას ბუგესები არ მუშაობდა და ეხლა ამუშავდა ვიღაცემა ბუდიდან გადავიდა ჩოპზე, ლაიტზე. ყველაფერზე გადავიდნენ. დრო ბუდა რომ შეიცვალა და დიდი ჰიტბოქსები რომ აღარ ქონდა. მაგიტომ ამ ვიდეოს ჩვენ ვერაფერს ვერ ნახავთ რაც დამატეს. მარტო ჰაკის იმიტომ რაც დამატეს მესამე ზღოში დამატეს. არა მეორე. მეორეშიც ბევრი რაღაც შეცვალეს ისე. რაღაც შეცვალეს მეორეში, ლაითი ძალიან შეცვალეს, როგორც ხედავ. ლაითის ისა პიპეს შეცვალეს. ამის შეცვალეს და ჰაკის შეცვალეს ბევრნაირი. კარგი და დავთხილეთ. კიდე არიან. და გთხოვთ მეგობრებო, ყველამ დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და ავიდეთ 100 გამომწერამდე. მართლა პირდაპირ 100-მდე ვერ ავთ, მაგრამ არა. ეხა ეს საკრა იყო მოხდა. კაი არა ვშავს. რაც არ უნდა მომხდარიყო, არაფერს საჭირო არ იყო. სად მიდიხარ გაშინე უკვე? აუ, ძამბეს მერტყ. ჰაკი ჯერ ლოგია მათში არ მუშაობს ჯერ. კაი არა ვშავს. ლაითით მეც ანადულია ამ მათი მოკლო. ის ხომარებს როქია. ესეც სიაფისტი ხომარა რომ რთული იყოს მოკლან. ენელი ფრენკი პირველი ზღვის ბოლოისა ძალიან სუსტი იყო. თავარი ბოსი ძალიან სუსტი. მეორე ზღვაზე ასეთ რაღაც არ მგონია რომ იყოს. კლიანი მთვარეა თუ რა ვერ გავიგე. რა ხდება აქ? კაი რა ვშავს. კლიანი მთვარე იქნებოდა დაწერდა რომ full moon-აც არა, full moon. აქ მეორე ზღვაში full moon-ია შეჭირო არ ვიცი. full moon-ი მეორე ზღვაში. ასე იყენებენ მარტო full moon-ზე ვიცი რომ იქ გემზე რაღაც ბოსი სპაუნდება რა. და ყველა მიდიან ახლა. რაზე ყველა არ ვიცი. რაღაც გულის რას რომ გააქტიურონ. ასეთ არ ჭირდება არ მიდის რა. მაგრამ ზოგი ტყულ უბრალოდ მიდის იქ რომ სხვას გაუბუჭოს ხასიათი, იმიტომ რომ შეიძლება მასაც დავაარდეს ის რაღაც ნიფტი მაგის სახელი არ მახსოვს რაღაც ნიფტი და შეუშალოს სხვა მოთამაშეების სახელი. Blox Fruit-ის მოთამაშეები არიან ჩემს ყველაზე პოროტები, იმიტომ რომ სხვას თამაში ხელს უშლიან. ყველა არა, მაგრამ
უმეტესი არა მხოლოდ ბროტები ვიღაც მირას უკროლებდნენ მაშინ მესამე ზღვაში გაუნადგურეს პორტალით ვიღაცას კლაუდნენ როცა რაღაც quest-ი ქონდა თუ God Child-ი მესამე ზღვაში კიდე და ვიღაც ფრუქტი რომ იჭირა ხელში ბლოკს როდის ისა ძალიან ბრაზიანები არიან კიდე როგორც შეცვალეს საიტერი ჩემ აკაუნტზე არ მაგნო პირველ აკაუნტზე არ მაგ ეს იარაღი და ის ბოსი არ დასპაუნდა კიდე საიბერი შეცვალეს სკილე მისი ისა და მის ყველა იარაღი შეცვალეს რა თამაში რატო ეს ვინჩიტეს არ ვიცი და კიდე ყველაზე მთავარი განახლება იყო იარაღების შეცვლა მაგრამ იარაღი რაში მჭირდება არ ვიცი თუმცა გონ როხ ნით თამაშობ მართალი ხა ნის სტატისტიკა ვაფშე არ მოგაწლიარებული მოლდზე მაგრამ არა უშავს სამბავრი რაღაც არა უშავს თქვი დღეისთვის ამ ვიდეოსთვის მე ხა გადავწყვეტე რომ გაჩვენოთ late fruit იმიტომ რომ მაინც შეცვალეს და თუ რამე მაგმას შევჭამაკო ან სპაიდერს ან მაგმას იმიტომ რომ ლაითი ყველას აქვს რა და ბლეიდისაცისო ძალიან მინდა რა მეც არ დამიტესტია ძალიან მაინტერესებს როგორ შეცვალეს კიდე კლიკები რომ აქვს ძალიან კარგია ბევრ კომუნი თუ რაღაც ერთ-ერთი ბანძი ფრუიტია თამაში რა თეთრია მაგრამ კლიკები მაგმასაც აქვს რომელიც ეპიკია თუ ისა რა სკილ რა ტექნიკები მაგრამ მისი ძალები რაღაც არ ვიტყოდი რომ ძლიერია და არც ვიტყოდი რომ სუსტია ძალიან ძლიერია ის რომ ძალიან კარგად ურტყავს მაგრამ პროცესს ახლოს რომ ურტყამდეს ძალიან ძლიერი ის რომ კონდეს blade dance მერტე ეს ასაკერე თითქმის ჩოპვეორია რა blade არა ჩოპვეორი ის ჩოპით თამაშობდა იხდებით რა არ ვიტყვი რომ ცუდი ფრუიტია მაგრამ ლაიჩის მაგარი დებილობა იყო დროლაითი ძალიან კარგი ფრუიტია ფარმისთვის მეორე ზღვის და პირველი ზღვისთვისაც ნებისმიერ ზღვის ძალიან კარგი ფრუიტია კინა თუ არა მართლა ძალიან კარგი ფრუიტია ლაითი მაგრამ ამ blade fruit-ის დატესტება მინდოდა რა მას კიდე მაგმა მოხდა მაგმას მაგისნაირად ძალიან კარგი ფრუიტია როგორც ლაითი შეიძლება რაღაც უფრო კარგი იყოს ფარმისთვის მაგმასაც ძალიან კარგი სკილები აქვს ან სპაიდერს შევჭამ და სპაიდერის არ მინახია მე სპაიდერს არ მეწონება მაშინ უკვე მაგმას შევჭამ დრო მაგრამ მაინც ნანახი ყოლას და სპაიდერი მეც არ მინახია ჩეჩეთ რომ ჩოპე ბოლომდე ავკაჩო ლეიდი სანამ ერთს მაინც მოკლა უკვე ბევრი ჩდება და ეგრე ძალიან კარგი ნეოსკილ ანუ ყვაწერენ რომ ახალი სკილი მიიღე და ადრე არ აწერდნენ მას ახალი ტაქტიკა რომ მიიღეო ან ესა და ეხლა აწერენ ძალიან კარგია ჯერჯერობით მომწონს ძალიან მართლა ძალიან კარგი ფრუიტია მაგრამ ნახევარი ქუშური თუ ცუცახიან შემდეგს უნდა 80 თუ 60 ხათო კარგად ამისგან ისე კარგი ის შეიძლება PvP-სთვის კომპა
ჯერ ბოლომდე რომ ფრუიტს გავაძლიერებ, მე უფრო მივხვდებით, რომ ეხლა ვერც ისე მე მივხვდებით, რომ ერთი-ორი ტექნიკა, ერთი-ორი ძალით ვერ ნაფერს ამეთები. ანუ ბოლომდე რომ აკაჩავ, მაშინ მივხვდები და ზოგი ისე აკეთებს კომებს, რომ ფრუიტს არ აძლიერებს ბოლომდე. და ასე დებილობა. გონი 60-მდე, გონი 80-მდე კრიტორი ხდება მის გამო. გონი 80-მდე. ახლა ჩვენ ამას ვქაჩავთ ისე. ბოლომდე ავქაჩოთ დაგიბრუნდებით რა. და ავედი ბოლოს სკილამდე. კარგი, მოდი ჯერ ყველა ნელა ვნახოთ. ჯერ პირველი სკილი. ძალიან კარგია და 1189 სხვა საკლებს. შემდეგ მეორე Blade Dance. ეს პრომეცეკლებს, მაგრამ ხა რაღაცად გამოვიყენე, ხა როგორ გამოვიყენე. ან თუ ახლოს ხართ თქვენ ერთთან, მაშინ 1900 მეც წააკლებთ. არ გიგონოთ რომ იმასე არა. აი ეხლა მგონი 1139. მეორეზე, ამ პირველზე უფრო ცოტა. შემდეგი 1100 არა. ეს მაშინ თუ ის წაკო. კერავშოს. სხვამაზე დავტესტავთ. ამ სპელს 1118 მართლა. აი სკილი 1118 ეკლებს. და მომწონს ის ფრიტი მომწონს. ეხლა ბოლო ესე მაგრამ ჯერ მოდი კვესტი ავიღოთ. და ბოლოს გეტყვით, ანუ ყველა სკილებს რომ განახებთ. მომეწონა ეს ფრიტი თუ არა. Diamond და Box Fruit. და ბოლოს ბელი. Broad Friend. როგორც საქვია თეთრი common fruit ისთვის ძალიან კარგი ფრუიტია ჩემი აზრით, რომ ქუეკი რომელიც ლეგენდარულია вообще არ ჯობია ამ ფრუიტს. ეს ფრუიტი ქუეკს ძალიან ჯობია და ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ამ აკაუნტზე ქუეკით ვიყავ 1-2 კვესტი ქუეკით შევასრულე და რაღაც ვერ გავაკეთე კვესტი რა. წესიერ კვესტებს ვერ ვასრულე, იმიტომ რომ ქუეკი ყველაზე ჩემი ბანძი ლეგენდარული ფრუიტია, მაგრამ შეიძლება იყოს ყველაზე ბანძი ფრუიტი, მაგრამ სპინზე ბანძი არ იქნება. და ეს ფრუიტი ქუეკს ჯობია. ის არ ჩართულობთ რომ ლეგენდარულია. კარგი, ახლა ნახეთ ამ ფრუიტზე კომბას, მაგრამ ესეც ძალიან ამიხითებაც ძალიან ადვილია. ჯერ ეს, მერე ეს. ბოლოს ეს. მე პროცესზე ვურტყავთ. და მოკლედ, თუ გაზლიებულად Box Fruit-ი, ანუ 1024 ძალიან არ არის, ის ხომ გაზლიებული, მაგრამ ძალიან კარგია, იმიტომ რომ Blade რომ common fruit-ია, მისთვის ძალიან კარგად აკლებს, common fruit-ისთვის ძალიან ბორცვს აკლებს. თან კლიკები აქვს. ძალიან კარგი ფრუიტია, ძალიან მომწონს მე. და თუ რაღაც fancy fruit-ი გქონდათ, შეგიძლიათ შეცვალოთ. რომ ფრუიტი ძალიან კარგია, მართალია პირველ ზღვაში აკაჩვა. რთული იქნება, იმიტომ რომ ძალიან ცოტა მასტერს აძლევენ იქ, მაგრამ ბოსებზე შეძლებთ ადვილად. აკაჩოთ ეს ფრუიტი. და პირველ ზღვისთვის ძალიან კარგი ფრუიტია ეს. და მეორე ზღვის დაწყებისთვისაც ძალიან კარგი ფრუიტია. და შემდეგაც კარგი ფრუიტი იქნება ჩემი აზრით, იმიტომ რომ ქუეკი რომელიც ლეგენდარულია, ამას არ ჯობია. ქუეკზე კიდე შეიძლება იყოს smoky. კიდე რა ამბავ ფრუიტი შეიძლება იყოს ქუეკზე კარგი.
ეხა ეს ფრუიტი თუ იქნება ქვექზე კარგი არაფერს დარიეთყვის ქვეკიც ყველაზე პანძი ფრუიტია სპინი და როკეტი და სპაიკი რომ არ ჩავთვალ სპაიკიც კარგია მომეწონა ქვექს ჯობია ქვექს ისე რა ჯობია ქვექს მაგრამ მაინც კარგი ფრუიტია მაგრამ ქვექი არ ჯობია ამ ფრუიტს კაი სპაიკი შეიძლება ჯობს იმიტომ რომ არც ძალიან კარგი ფრუიტია ეს სპაიკი smokes და blade fruits ქვეკი არ ჯობია არა ეს ფრუიტი ძალიან კარგი თან კლიკები აქვს არ მახსოვს რომ მე ფრუქტს კონდეს კლიკი თანაც commons ჩემი ერთის რა ღირს ნეტო თანაც ფრენაზე არც ისე სწრაფია მაგრამ კარგია კარგად დაფრინავს მაგრამ თანელა ფულს დატრევა შევძლებთ სპელი არ ტეხავს იმას არც ეს და რა გავაკეთოთ საიპერის ადგილში ლეგენდარული კარგი ეს მაგრამ ჩემი პოლო ანუ ამ საიტთან უფრო კაია პოლო ენელის ის კეთია უკან და ენელის რა აღარ მქონდეს არაფერი არ მახდება ფაბრიკა ერთს вообще მე სერვერზე არის თუ არა შევძლებ თუ არა კაი რა უნდა თქვა ხო ამ ფრუიტზე პირდაპირ შევჭამოთ მაგრამ ფაბრიკა გავანადგუროთ რა მოასწროთ არა ლაით პირდაპირ ეს ფეთი შევჭამოთ რომ ეს მე ჯობია რეიტებისთვის აუ ლაითი რა კაი ვიღაცა არ მოგვცა ძალიან კაია მომწონს მე ლაითი არა ამ კლას კაი ვერ მოვასწარე როგორც თქვი ბლეიდი ძალიან კარგი ფრუიტი ახლა იქ ვერ მივარ ვერავის მოკლა ბლეიდი თანაც 30000 ღირს პოსაჭირო 10000 ბლეიდი ძალიან კარგი ფრუიტი არა და ღირს 30000 30000 რომელიც მისი აგროვება ძალიან მარტივი 30 აგროვებას რა უნდა 1000 აგროვებას რა უნდა არაფერი 5 წამში აგროვებ 30000 5 წამში ძალდან მაგრამ უფრო მალე კი მაინც აგროვებ დაწყებით იმასეც პირატების იმდენ უკვე აგროვებ ამ ფულს ძალიან მარტივია უბრალოდ кейსები რომ აიღო ფული გექნება ეგ და ძალიან ადვილი იქნება და ხა რა ვთქვა კიდე მაგრამ ლაითს არ ჯობია ლაითს არ ეჯობება ეგ ფრუიტი ლაითი მაინც ტოპ 1-ია ტოპ 1 და არა მაგრამ კი ჩემი ფსიოლოგია მუშაობს თუ არა არ მუშაობს როცა კადრას ვქენი მიგ წეხან ლაითს მაინც არ ჯობია არც მაგმას არ ჯობია smokes შეიძლება ჯობდეს იმიტომ რომ ძალიან კარგი სპელები აქვს და smokes მალე მოკლავს რაც ძალიან კარგია მაგრამ ეხლა პრობლემა ის არის რომ კარგი ფრუიტი აღარ მაქვს ერთი სპაიდერი თუ კარგი არ იქნება მაშინ დარხეული მაქვს ფარმისტვის რომ ლეველები ავკაჩო რთული იქნება სანამ ახალ ფრუიტი არ მექნება ეს ჯობია ჰაკი რომ ჩავართო რომ ალის ძალიან კარგი ანუ გამიხრეთ ხათრი რაღაც ასე უბრალოდ ტრიალდებოდი კეთაკეთ და რაღაც გიგონებოდა რომ რაღაც გაჭედილი ეკრანი იყო პერსონაჟი ხო გაჭედილი და ეხლა პირდაპირ ხდები რომ ისა და ასე არა
კიდევ ეს ისო ეს კრაფტი ამით შევდაგროვოთ ჩვენი აურა ჰაკერა და კიდევ შეიძლება იყიდო რობუქსებით მოდით გავხსნათ ფრუიტი ფალკონი და ის მინდა ვთქვა რომ დამატეს რომ ჩანს რა ფრუიტი აქ ნაჭამი რა ფრუიტი და კივარზე დაder მას არ ადრე ეწერა და ძალიან ცუდი იყო ჩემი აზრით კარგი ახლა დავბრუნდეთ და ავიკაჩეთ ახლა არ ვიცი შევჭამო სპაიდერი თუ არა სპაიდერი თუ ბანძობა ექნება აი ეს შევჭამ ეჭობია სპაიდერში ჭომით რომ თქვენ ხო გინდათ რომ განახოთ რომ როგორი ფრუიტია ვაფშე სპაიდერი ვისაც არ ვნახე ანუ ბლოგს ვაფშე არ თამაშობს მინდა ვანახო ფრუიტი სპაიდერი რომ თქვენაც მიხდებით რომ ლეგენდარული ფრუიტია ვინც არ თამაშობს ალბათ ვერასდროს არასდროს არ უნდა ნახული სპაიდერი მაგრამ ერთი პრობლემა აქვს კლიკები არ აქვს ლოგი არ არის და გავაკეთო არ ვიცი ამის ახლა რთული იქნება საიტიდან პირდება მართალია საიტსაც სტაურონი აქვს მაგრამ ისე პირველი სპელი ძალიან არ მომწონს პირველი მეორე მესამე როგორ იქნება და მის მაქსიმალური არის 225 რთული იქნება აქ 225 საკაჩო რამდენამდე ავეცი ახლა 30 ეს რა პრენა სპაიდერს კარგი საცილოს პელია კარგის ქვესტის გარეშე ვკლავდი ჩოპის იმას ჩობია ნახეთ სწრაფია ეხა პლეის ვიყიდი ისევ ჯერჯერობით არ მომწონს და მის აკაჩვის ხასიათის არ მაქვს პლეით ჩობდა გამოდის რომ ანუ პირველი ორი სკილი რაც დავინახე პლეიდი ჯობია უკვე მივხვდი რომას პლეიდი ჯობია მაგრამ პრობლემაა სხვა იმაში რომ მეტი კაი ფრუიტი არ მაქვს რეზინა შეიძლება არც მინახია არ ვიცი როგორია და მაინტერესებს ალბათ რეზინი კარგი იმიტომ რომ სპაიდერი არ მომეწონდა აკაჩვის არ მაქვს ამის და რეზინას სიკლიკები აქვს კარგი რეზინი დავწეროთ ჩობია მაინც რეზინი თავარი მიდის ფრუიტია რაღაც მონიმოს გირები დაუმატეს კაჩული მაქვს ნახევრად არ მახსოვს ეს ძალიან იქნებს როგორც ხედავ არ მახსოვდა რომ მე კაჩული მქონდა ეს ფრუიტი კარგი პირველი დარტყმა არც ისე კარგია კლიკები მომწონს 50 ეკოთ 50 კაერაშს სმეშ რუსტ 225 რაღაც სამეური ხომ მართლა რომ ბლეიდი ჯობი სპაიდერის პირველი სპელი ბლეიდის პირველი სპელი ბლეიდის უფრო ჯობია და სპაიდერის პირველი სკილი
თანაც Blades კლიკები არ აქვს და Spiders აქვს კლიკები. ხო, Spiders არ აქვს კლიკები და Blades აქვს კლიკები. ამით ის ძალიან კარგია მიზანი რომ გაქრა. ანიმეს თავი გმირი მონი ჩემი თავი. One Piece-ის რა მეტრო რეზინა და რეზინა არ მოგიტომ. Blades ის უბრალოდ რომ კარგი იყო. ახალ სპილამდე ვქაჩენ და ფეხი დარტყმა. მგონია ფრუიტსაც შევძლი, იმიტომ რომ არ მომწონს სან დიდი ის აქვს ადულად მირტყამენ და Blade-ზე მინდა ავაგრო ის ფული. იმიტომ რომ მე ხარ აფრიტებს თავდესე მაგარი პანწობა იყო და ჩემი აზრით სმოუკი ჯობია სმოუკი თუ არ ჯობს ამ ყველაფრ ფრიტებს ეხრას თავდესე და მაგალითად სმოუკი არ აკაჩული მქონიო აუ სმოუკი თუ ის აკაჩული აქვს სმოუკი რა უჭერს მას რა უჭერს მითხარით მალე 20-ს ავაკროთ და ისე Blades ვიღებ, რომ Blade ძალიან მომეწონა. ძალიან კარგი ფრუიტია. მგონი მაგ ფრუიტი დავრჩები და ვაფშე არაფერს აღარ ავიღებ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ძლიერი ფრუიტი კლიკები common fruit-ისთვის ძალიან კარგია. common fruit-ისთვის კლიკები წარმოგიდგენიათ. ადრე არავის არ ეგონა თუ Blade შეცვლით, ანუ სანამ განახლება არ გამოვიდა და მე განახლების ტრეილერები რომ გამოვიდა და რომ გითხრეს რა დაამატეს როგორ დაამატეს მაგის მენე ყველას გავკვირდა რომ რა Blade-ის კლიკები ექნება Blade-ის განახლება Blade-ისვე ორი რაღაც თეორიები რაღაცებს ამბობდნენ Blade-ზე და ჩოპსა და გავკვირდა რომ ჩოპი აღარ იქნება რა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პირატის ფრუიტია როგორც იცით. არა ყველაზე ძლიერი ჭყალებში, მაგრამ მისი გუნდისთვის ყველაზე ძლიერი. ესე სმოუკის კარგი ფრუიტია, ან მარტო პირველი სპილითაც აკაჩო კარგია. ლოგია მუშაობს. თულა დაფრენდი გამოდის მაშინ, მაგრამ ფრენით უფრო კარგია ვიდრე ამით ურტყამთ. სულ დავფრინავ, ვერაფერს ვერ მიშობიან. კიდე კაი ფრუიტია Blizzard-ი, როგორც მე ვიცი, მისი ფრენით ყველა ფარმისთვის ძალიან კარგი ფრუიტია ეგაც. მაგრამ ბუდას არ ჯობია. ბუდა ყველაზე ტოპ 1, მაგრამ ბუდა არის, ანუ ისეთი ფრუიტი, რომელსაც ადამიანებს რომ ეზარებათ ბლოგ ფრუიტის გავლა და უბრალოდ რომ 5-6 წამში, ანუ რამდენიმე ერთ კვირაში გავდნენ ბლოგ ფრუიტი. აი მაგისთვის არის რომ შექმნილი ბუდა, რომ მაქსიმალ ლეველამდე ახვიდე მალე. ერთ კვირაში. თუ არ შეეზარმაცებ ერთ კვირაში და თუ იზარმაცებ კვირას შეიძლება არ დაჭერდ, მაგრამ შეიძლება მართლაც რომ კვირას არ დაჭერდეს ბუდათი მაქსიმალ ლეველის აკაჩვაში. ეხლა უყურებ ამ სმოუკს ახები რომ რა კარგი ფრუიტი ანუ ერთი რუსულმა იუთუბერმა თქვა რომ სმოუკის ძალა მთავრდება ისე ქვია Impel Down-ის ციხეშიო. მაგრამ მეორე ზღვაში კარგად აჩვენებს სმოუკი თავს. ხა უბრალოდ მოვედია ავიღე ფრუიტი და ყველას მალე გკლავ. 1 2 3 2 დავფრინავ, გკლავ ყველას ადვილად წამში და არც არაფერი რთული არა.
მომილა და ჩოპის ფული ავაგროვე. რაღაც მას კლინკდა. მაგდაფონს ძანთუდი ხმა, მაგრამ ახლა ასე არ მაქვს და პირველი ფრუიტი რომელიც ასე ვიყიდე. კიდე აწერია რომელ ფრუიტს ეცვლი, რომელ ფრუიტს ძალიან კარგია. ასეთი ხმა მქონდა წერა, მაგრამ ყელი მტკბა და მაგიტომ ხმათა. ასე ძლად ხმა არ მაქვს. ბლეიდი მართლა კაი ფრუიტია. არ ვიცი ამ ფრუიტს როგორ დავამშვიდობა. Coex ამდენ fruits ჯობია, წარმოგიდგენიათ არა და common fruit. ყველა common-ებს ერთსა გავხსნათ fruit-ების ის bombas, spins, blades არ ჯობია, springs ჯობია, bombas ჯობია, smokes არ მგონი რომ ჯობდეს, spikes ჯობია, flames არ ჯობია, falcons ჯობია, Sense ჩემი აზრით ჯობია, Darks ჯობია, Diamonds შეცვალეს კარგად და მგონი მჯობდეს. Lights არ ჯობია, Rubles არ ჯობია, Barriers ჯობია, Ghosts არ ჯობია, Magmas არ ჯობია, Quakes ჯობია, Buddhas არა, Lows არა, Spiders კი, Sounds არა, Phoenix არა, Portals, Rubles, Pains კი, Blizzards არა, Gravities კი, так უკვე კაი ფრუიტი და მათ უკვე არაფერს თქმა არ შემიძლია. ანუ ბევრი ფრუიტი არ დამიტესტია, მე თვითონაც და რას თქვი, როგორც დავინახე ის ფრუიტი, იმაზე ვამბობ, მე არ დამიტესტია ჯერ ფრუიტი. მაგრამ ორაძლიერი ფრუიტია ეს ფრუიტი. არ ვიცი ამ ფრუიტს როგორ დავამშვიდობო. ძალიან მომწონს. შემდეგ light თუ მექნება კიდევ რაღაცნაირად მექნება კიდევ light-ი. კიდევ light აღარ რომ მაინც ფრენა შეგიძლია ფრუიტით ძალიან სწრაფად. ძალიან კარგი ფრუიტია თანაც. light თვითონ კარგი ფრუიტია. ლოგი არის ადვილი გამოსაყენებელი არის და ყველაფერი მასეთ საქმეში ძალიან ადვილია light-ით farm. ვიდეო კრამ ხალაზე გაიზარდა. კაი არა უშავს. ასე უფრო კარგი იქნება Blade-ით ის ასე უფრო კარგი. მაგრამ ჩემი წინა ლიფტი იყო, ანუ Flux-ით იმას აძლიერებდა რამდენჯერ, მაგრამ ასე Blade-ი უფრო კრაჩენს. მართლა ძალიან მომეწონა ეს ფრუიტი. ძალიან კარგია, ბევრს რომ კონდირებ, მაგრამ მაინც ეს ჩემი დროს Flux-ის ძალებს აძლევს უმეტ დარტყმას. უფრო ძლიერად ურტყამ Flux-ით. Flux-ით უფრო მეც ვარ ტყამის სიცხლეს ამ იმით. და მაგიტომ ჯობია. როგორც ვიცი, ჩოპ ადრევის იყენებდა, ყველა იყენებდა ხმლის, ანუ ხმალით რა. ჩოპი ანუ გამოდგია მარტო ხმლდოდა. ეხლა არ მგონია რომ მასე იყოს მარტო ხმაზე გამოდგებოდეს ჩოპი, ანუ ჩვეულებრივად ძალიან კარგია. ძალიან დούλე თამაში ამით. და მე ძალიან მომწონს. და თქვენი იდეა, ანუ თქვენ როგორ მოგწონთ არ ვიცი. მე რაც მომწონს მარტო იმაზე ვლაპარაკობ ჩემო ვიდეოებში. და თქვენ რაც მოგეწონებათ უკვე კომენტარში დატოვეთ რა, კომენტარი დამიტოვეთ და წავიკითხავ მეც რა მოგწონდა და რა არ მოგწონდა, როგორ მოგეწონა თქვენ ეს Blade fruit-ი და ყველაფერი. მე ძალიან მომეწონა Blade fruit-ი. სიმართლე გითხრათ. ძალიან ძლიერი ფრუიტია.
ბარიერი რომ რაღაც დარკი რომ რაღაც 9 მილიონი ღირს თუ ეს რა ქვია ხვეკი რომ 1 მილიონი მაგას ჯობიო ერთი პლეიტი ჩემი აზრით ერთადი კარგი ფრუიტი გახდა ახლა ბლოკს როჩი კი დაიმონდი არ დამიტესტია მაგრამ დაიმონდი არ მგონი ხო დაიმონდი არ მაგდა რომ მექნება შეიძლება ბლეიძი შევცვალ მაგრამ არც ისე მგონი იმიტომ რომ ბლეიდი ძალიან მიწს მაგრამ თქვენს გამო ამ ბლეიდი შეცვლას მომიწეს ანუ მე სანამ თავტესტავდი ბლეიდს მეგონა რაღაც თლიანი ბანზობა იქნება იმიტომ რომ ბლეიდი common fruit-ია და შევცლივდი მაგმაში მაგრამ ძალიან მომწონს ძალიან კარგი ფრუიტია ერთ-ერთი საუკეთესო ფრუიტია ჩემი აზრით ლაიტთან და იმასთან არ მგონია რომ მიდგეს ახლოს მაგმასთან ლაიტთან მაგრამ მაინც კარგი ფრუიტია ეს პლები ძალიან კარგად შეცვალეს გააძლიერეს და უფრო კარგი გახდა ადრე ეს ყველა სპელები იყო ძალიან სუსტი და არც ისე კარგი როგორც ახლა გთხოვთ მეგობრებო გამოიწერეთ ჩემი არხი მეტრო თქვენს გამოვკვეთებ ამ ყველაფერზე ინდებილი შეცვლილი და lights-ზე blades უბრალოდ რომ რაღაც გაიგო არავინ შეცვლიდა და პირდაპირ light-ი თუ ეკნებოდა light-ში ჭამდა პირდაპირ რომ აკაჩავდა და მე თქვენს გამო მარტო თქვენ ლაიქების გამო შევცვალე blade-ი light-ის მაგივრად თქვენ ლაიქების გამო რომ დაგელაიქებიათ ჩემი ვიდეო მაგის გამო შევცვალე და ამიტომაც გთხოვთ დალაიქეთ ეს ვიდეო იმიტომ თქვენს გამო გავუკეთე ეს ყველაფერი ლაიქში არ შევცვლიდი ვაფშე ლაიქს ვაფშე არ შევცვლიდი მეორე დღეში სანამ კაი ფრუიტი არ მექნებოდა ამას ვაკეთებ მარტო თქვენს გამო მეტარავის გამო და ახლა ასეთი კარგი არაფერიც არ მაქვს რომ ანუ კიდე რომ შევჭამო რაღაც ბლეიდი ნეგდასლა მართლა არ მინდა ისე დაიმონდი რაღაცნაირად შეცვალეს კარგი დააკეთეს დაიმონდი მაგრამ დაიმონდი არ იყიდება რა ვქნა მოგიყიდება ფლეიმი დარკი დაიმონდი არ რაც ხერს არ ვიცი აი ეს ფლეიმის ჭამაც არც მინდა სამეზონა პლეიტ ეს ორი ფრუიტია მაგარი ბანძობა და ბლეიდი ხის 100 რობოქსი და ჯობია ქუექს რომელიც რამდენი 1000 თუ რაღაც 1000-ზე მეტი რობოქსი ხის 1500 რობოქსი ხის და უფრო ჯობია ფლეიმი პასო ფლეიმი კარგი მეგობრებო ამ მომენტზე ჩვენი ვიდეო მთავრდება და გთხოვთ არ დავიწყოთ ჩემი არხის გამოწერა და ლაიქება კარგად